დილო მშვიდობისა, ჩემო ლამაზებო, როგორ ხართ? მოგესალმებით ყველას, პოზიტიურ დღეს გისურვებთ. არ დავიღლები მადლობის თქმით და მადლიერებით თქვენს მიმართ, იმიტომ რომ ხართ ამ არხზე, იმიტომ რომ ხართ უკო კავშირზე და გეტყვით რომ ეს უკო კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია ამ არხის განვითარებისთვის, ასევე ჩემთვის, მე ამით ვიგებ თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანი და საინტერესოა ეს კონკრეტული გაშლები და მკლავ გთხოვთ აქტიურად გამოხვიდეთ კავშირზე, შემატყობინოთ რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ და მე ერთ-ერთი თქვენგანის არხის აქტიური მაყურებლის თხოვნით ვაკეთებ გაშლას დაპაუზებულ ან წარსულში ჩააბარებულ ურთიერთობაზე და ეს გაშლა იქნება ასეთი ახსენდებით და ნანობს თუ არა. ვინც ახლა ურთიერთობაში იმყოფებით, უყურებთ ამ გაშლას, თქვენთვის გვპირდებით რომ სხვა გაშლას გავაკეთებ. კვლავ მომწერეთ, რაზე გსურთ გავაკეთოთ შემდეგი გაშლები. ნახოთ. ორ ვარიანტად გავაკეთებ და ნახოთ ურთიერთობის სიგნიფიკაცია ვნახოთ პირველ რიგში. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. პირველი ვარიანტი. მოდი ადვილად რო აირჩიოთ, მარტივად იყოს ამეთვისტო პირველი და მეორე იყოს ლაბრადორიტი. წარმოიდგინეთ ის პიროვნება, ვისაც ჩვენ ვაკეთებთ გაშლას, დახუჭეთ თვალები. ღრმად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ. შეიგრძენით ეს ადამიანი და თვალს რომ გაახელთ, რომელი ვარიანტიც მიგიზიდავთ, სწორედ ის იქნება თქვენი ვარიანტი. მაშასე პირველი ვარიანტი ამეთვისტო მეორე ლაბრადორით. მეორე გადავდოთ და ვინც აირჩიეთ პირველი ვარიანტი, ანუ ამეთვისტო. ურთიერთობა, რომელიც დაპაუზდა იმის გამო, რომ იყო რაღაც ინფორმაციის გაჟონვა, შეიძლება აქ მესამე პირი იყო, შეიძლება ვინმის ენაზე, ან ვინმეს ჩარევით მოხდა აი ამ თქვენი ურთიერთობის დაპაუზება ის გამო და რამაც ძალიან გული გატკინათ და იმედგაცრუება გამოიწვია თქვენში. ეს არის ის ურთიერთობა, სადაც შეიძლება სიტყვიერად მიაყენეთ ერთმანეთს, ტკივილი იყო აქ სიტყვიერად მიყენებული გულის ტკივილი და საუბარი, რამაც ძალიან დიდი გულის ტკივილი ან SMS-ებით შეიძლება იყო ეს თქვენ შორის გაუგებრობა, რამაც აი ამ დიდ ტკივილამდე მიგიყვანათ. ნახოთ, ახსენდებით ამ ადამიანს, ახსენდებით თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს. მეგობრებო, გეტყვით რომ ახსენდება ამ ადამიანს თქვენთან არსებული აი ეს ჩხუბის მომენტები, აი ეს დაძაბული სიტუაცია და ჯერ კიდევ მოქმედებს მასზე აი ეს თქვენ შორის არსებული განხეთქილება, მას ემოციურ დისბალანსს უქმნის და ძალას აცლის აი იმის გახსენება, რაც იყო თქვენ შორის ნეგატივი. ეს ადამიანი ძირითადად იხსენებს თქვენ შორის არსებულ
კონფლიქტის დეტალებს. თქვენ თუ ახსენდებით ამ ადამიანს? დიახ, გეტყვით რომ ახსენდებით, ეს ადამიანი იხსენებს, მე გითხარით რომ იხსენებს აი იმ ნეგატიურ მოვლენებს, მაგრამ მასში კადრებივით იცვლება და ცვლის აი ამ ნეგატიურ მომენტებს, აი ეს ბედნიერი პერიოდი, როდესაც იყავით ერთად და ძალიან ღლის ემოციური ცვალებადობა ამ ადამიანს და აი ამ კადრების გახსენება. ერთგვარად მისთვის ტვირთია ეს ყველაფერი. ესე რომ ახსენდებით და ნანობს ეს ადამიანი აი ამ არსებულ სიტუაციას, რაც მოხდა თქვენ შორის, რამდენად ნანობს ეს ადამიანი. მეგობრებო, ეს ადამიანი თვლის, რომ აი თქვენს შორის საერთო ენა ვერ გამოინახა. თვლის, რომ თქვენ თვითონ არ ნანობთ აი იმ ყველაფერს და ძალიან პოზიტიურად ხართ ახლა და ძალიან კარგად გრძნობთ. ყოველ შემთხვევაში მას ასე გონია, რომ ძალიან კარგად ხართ. ამიტომ ეს ადამიანი აიგნორებს აი იმ სინანულის შეგრძნებას თავის თავში. შეიძლება წამიერად გაუელვოს თავში, მაგრამ ეს ასევე ძალიან მალევე აიგნორებს აი ამ ყველაფერს. ნანობს ეს ადამიანი. ეს ადამიანი არ ნანობს, იმიტომ რომ თვლის, რომ მართალია, თვლის, რომ ისე უნდა ყოფილიყო ყველაფერი, როგორც თვითონ სურდა, აი ისე უნდა წარმართულიყო თქვენ შორის კომუნიკაცია, როგორც ის იტყოდა და ის მტკიცეთ აფიქსირებს თავის აზრს ამის შესახებ, აქედან გამომდინარე არ ნანობს. დაგემშვიდობებით პირველებო, მე თქვენ დაგელობდებით კომენტარებში და მოგესალმებით მეორე ვარიანტს, ვინც ავირჩიეთ ლაბრადორიტი. ურთიერთობა, თქვენი ურთიერთობა. აქ მეგობრებო, შეიძლება ურთიერთობა მანძილზეა და ერთმანეთისგან არა მარტო დაცილებულები ხართ ურთიერთობაში, არამედ შეიძლება შორმანძილზე ხართ ერთმანეთთან. შეიძლება ვერ მოხდა არჩევანის გაკეთება და შეიძლება ამ ადამიანს ოჯახი ყავს და ქორწინებაში იმყოფება და თქვენი არჩევა ვერ მოხდა, მან თქვენზე არ გააკეთა არჩევანი და მიზეზით შეიძლება ეს იყოს ურთიერთობაში პაუზის ან გრევის. შეიძლება ამ ადამიანს შვილებიც ყავს, დედამი და სტურდა და ეს ადამიანი კონცენტრირებულია მაინც აი შვილების კეთილდღეობაზე, ოჯახურ ბედნიერებაზე და სწორედ აქედან გამომდინარე ვერ მოხერხდა თქვენი არჩევა, არ მოახდინა არჩევანის გაკეთება და შეიძლება ამან გამოიწვია პაუზა თქვენს ურთიერთობაში. კარგით, გადავიდეთ მთავარ კითხვაზე. ახსენდებით ჩაფიქრებულ ადამიანს. როდესაც ახსენდებით და როდესაც თქვენ ახსენდებით, ეს ადამიანი ეძებს ყველანაირ შანსს, უпростоრად ყველანაირ დროს, როდესაც თქვენ აფიქრდებით, ეს ადამიანი გადაერთვება თავის საქმეზე, სამსახურზე, გადაშვებულია
დაკავებულია თავისი სამსახურით, ფინანსების მოძიებით, თავისი ფინანსური კეთილდღეობის შევსებით იმის გამო, რომ არ ჰქონდეს წუთი იფიქროს თქვენზე. ახსენდებით? ჩავეძიოთ. მეგობრებო, ამას არასდროს არ გაამჟღავნებს და შეიძლება საკუთარ თავსაც არ უტყდება ეს ადამიანი, რომ ახსენდებით. და შეიძლება სოციალური ქსელებიდან ისე გაჩვენებთ თავს, რომ ძალიან კარგად არის და ახალ ცხოვრებაში შედგა ფეხი. და ახალი ცხოვრება დაიწყო უთქვენოდ, მაგრამ მის ქვეცნობიერში არის ისეთი გაურკვევლობა, ბურუსით მოცული იქაურობა და იმ ბურუსში ძალიან ხშირად ხედავს თქვენს ორეულს, თქვენს სახეს და აი მისი ქვეცნობიერი მოცულია თქვენი რეალობაში ეს ადამიანი. შეიძლება სიზმარში გხედავთ ეს ადამიანი ხშირად და სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ მის ქვეცნობიერში არის თქვენი ხატება კვლავ. ახსენდებით? უმძიმს მეგობრებო და სწორედ მაშინ უმძიმს ამ ადამიანს, იმიტომ რომ მის ხსომიერებაში ხართ ადამიანი, რომელიც უკვალოდ ვერც ერთი კაცის ცხოვრებიდან ვერ წავა, ყოველთვის ტოვებენ ესეთი ქალები მის ადამიანის ცხოვრებაში უდიდეს კვალს და სიცარიელეს. ხართ ქალი მისთვის ყოვლის შემძლე, გარკვეული ძალაუფლებით, ქალური ძალაუფლებით, რომელიც იპყრობს მამაკაცების გულს და გონებას და ესეთი ქალის წასვლა ნამდვილად ღრმა ჭრილობას ტოვებს ადამიანის ცხოვრებაში. ახსენდებით? ნანობს თავის აქციელს. როგორ ნანობს? ნანობს, რომ თავისი ემოციები ჩაკეტა თქვენს მიმართ, გააკეთა არჩევანი სწორედ იმ სტაბილურ ოჯახზე. ნანობს, რომ ხელიდან გაუშვა ის შანსი, რომელიც მას აბედნიერებდა და უფსებდა ცხოვრებას. ერთგვარი სტიმული იყავით ამ ადამიანისთვის და ძალიან ნანობს ეს ადამიანი, კი? გულწრფელად ნანობს, მეგობრებო, მინდა გითხრათ. ეს გახლავთ მეორე ვარიანტი, მეორეებო მომწერეთ თქვენი კომენტარებით ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირად გაშლაზე შეგიძლიათ მითითებული ნომერის WhatsApp-ზე მომწეროთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ 7-10 დღე ვარ ყოველთვის დაკავებული, გაწერილია ჩემი რეჟიმი, აქედან გამომდინარე, უნდა მომწეროთ წინასწარ. მე კვლავ გისურვებთ ბედნიერებას, სიყვარულს და დაგემშვიდობებით მომავალ გაშლამდე დროებით.